ავიაკომპანია ვიზიარმა დღეს დავით აღმაშენებელი სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხარკოვის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება. ბილეთის ღირებულება 40 ევროდან იწყება. პრესკონფერენცია ხარკოვის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ქეთევან ალექსიძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორი გიორგი სიგუა. ქეთევან ალექსიძის განცხადებით, ავიაკომპანია ვიზიარის მხრიდან კიდევ ერთი დამატებით რეგულარული რეისის შესრულებით საგრძნობლად გაიზრდება საქართველოში ჩამოსულთა რაოდენობა, რაც დადებითად იმოქმედებს ტურიზმის მდგომარეობაზე და ხელშეუწყობს ეკონომიკის განვითარებას. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის. დღეს შედგა ახალი რეისის პრეზენტაცია ქუთაისიდან ხარკოვის მიმართულებით. შეგახსენებთ, რომ ეს არის მესამე მიმართულება უკრაინის მიმართულებით კომპანია ვიზაერის მეშვეობით. რეისები შესრულდება კვირაში ორჯერ და რეალურად ამ მიმართულებითაც ფასები ისეთივე ხელმისაწვდომი იქნება, როგორც დანარჩენ რეისებზე. ძალიან კარგად მიიღო მგზავრებმა ეს რეისი. 172 კაცი იყო, 172 კაცი იყო აქედან და 160 კაცი იყო იქიდან, რაც რეალურად მეტყოლებს იმაზე, რომ საკმაოდ მაღალი მოთხოვნა არის ამ მიმართულებაზე. უშუალოდ ხარკოვშიც შედგა საკმაოდ წარმატებული პრეზენტაცია და მიმედოვნებთ, რომ ეს მიმართულებაც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც სხვა დანარჩენები. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი სიგუას თქმით, ქუთაისის ხელსაყრელი ადგილმდებარეობა საგრძნობლად ზრდის ქვეყნის ძირითადი კურორტების ხელმისაწვდომობასაც. ჩვენ გეგმავთ კამპანიას კიევში და დონეცკში და იმის გამო რომ გაიხსნა ხარკოვის რეისი, ჩვენ აუცილებლად ჩავატარებთ ხარკოვში კამპანიას. ეს იქნება ბიგბორდების სახით თუ სხვა სახით მოვახდენთ საქართველოს პოპულარიზაციას და ეს იაფი ავიარეისი ქუთაისის მიმართულებით აუცილებლად დააგვეხმარება დამატებითი ტურისტული ნაკადების მოსაწყობაში. ქუთაისის აეროპორტის ადმინისტრაციამ და ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ხარკოვიდან ქუთაისში ჩამოსულ მგზავრებს საჩუქრები გადასცა.